უხარომ საგულისხმოანდეს დადვერად გიტოებ გარდამასო ხეთნავედებისა იყვარდეს თქვენი ერი როგორც პირველი საფეხური კაცობრიობის მისწრაფებისა რადგანაც სიყვარულშია ადამიანის ბედნიერება დღეს უნდა ვისაუბრო საქართველოს ბულბულზე ძალიან მარტივად ყველა ხვდება წოდების ქვეშ ვინც მოიაზრება გოშანზე ამ სიტყვის კლასიკური ყველაზე კლასიკური გაგებით აკაკი წერეთელზე რამე თუ მისი დაბადებიდან 186 წლის თავის იუბილე მოდის მე მთელ საქართველოს ვულოცავ ამ ბედნიერი ტანჯულის დაბადების დღეს მე ახლა მოვიშველიე ოთარ ჭილაძის სიტყვები ოთარ ჭილაძეს აქვს ერთი ბრწყინვალე წერილი რომელსაც ქვია ბედნიერი ტანჯული ამ საქართველოს ბულბულს უზარმაზარი ტყივილი და ტანჯვა ჰქონდა ამიტომ იყო ერთ მხრივ ძალიან ბედნიერი კაცი და ბედნიერი როგორც პოეტი მაგრამ მეორე მხრივ თავისებურად ნატანჯიც ხო მის ბიოგრაფიასაც რო გადავხედოთ თვალი საოცარი იუმორი ვიცით ახლა აკაკის როგორი იუმორი ჰქონდა ხო ყველაზე ცნობილი ფრაზა ერთ-ერთი უცნაური კაცი ვარო სამშობლო მაქვს არა მაქვს ფული მაქვს არა მაქვს ცოლშვილი მყავს არა მყავს ქართული კინემატოგრაფიის დაწყებას აკაკის სახელს უკავშირდება იმიტომ რომ აი ეს ფილმი დოკუმენტური ფილმი რომელიც გადაიღო ამაშუკელმა აკაკის მოგზაურობა რაჭა ლეჩხუმში და რომლითაც ჩვენ ცოცხალ აკაკის ვხედავთ და ვხედავთ იმ არანორმალურ სახალხო სიყვარულს რომელიც ამ პოეტს ჰქონდა თავს აღარ შეგაწყენთ რა ეპოქაში მოღვაწეობს და შეუძლებელია ილიას სახელის გვერდით მაშინვე არ ახსენო აკაკი იმიტომ რომ ამ ორი პიროვნების აი ჩვენ რომ დღეს სახელმწიფო გვაქვს ჩვენ რომ დღეს შევდექით როგორც ქვეყანა შეიძლება ეს ვიღაცას გადაჭარბებულად ეჩვენება აი ამ ადამიანების დამსახურება იმიტომ რომ მაშინ როცა არც სახელმწიფო გქონდა არც ქვეყანა გვახსოვდა თბილისი წიფლისად იყო გადაკეთებული ბაგრატიონები მუხრანსკებად ილიამ აკაკიმ ვაჟამ და დიდმა მათმა თანაგუნდელებმა აღორძინეს ხელახლა დაბადეს საქართველოს იდეა ეხლა ცაფირუს ხმელეთ ზურმუხტო ამას ვერ დაივიწყებს ქართველი ვერასოდეს დედაშვილობა მეც არ გთხოვ შენს მიწას მიმაბარეო აი უემოციოდ ვერ წაიკითხავ აკაკის ეხლა აღარაფერს არ ვამბობ ყველა ლექსი იმღერება ხო ჩვენ დღეს მსოფლიო თუ რამეთი გვიცნობს კიდევ ერთი აკაკის სულიკოთი გვიცნობენ ხო არ ვიცი რამდენი ვერსია არსებობს სულიკოს გაგების მაგრამ ერთი რამ ხო ფაქტია რომ ეს საოცრად რელიგიური ლექსია სამ განზომილებაში გამფენილ ღმერთზე იმიტომ არის ვარდიანულ მიწაზე მშვენიერება პასუხობს რომ მე ვარ სულიკო ბულბული ჰაერი პასუხობს რომ მე ვარ სულიკო და ვარსკვლავიც ადასტურებს ხო ეს სამებაზე და მაგრამ შეიძლება ასეთ თემებზე ასე მარტივად წერო მარტივად რა თქმა უნდა ბჭყალებში ჩემთვის აკაკი აღარაფერს ვამბობ გამზრდელზე რომელიც ჩემი პროფესიისთვის არის თამასა რომელიც მე მასწავლის როგორი უნდა ვიყო პედაგოგებს უძღვნის და ბავშვებს ხშირად უკითხავთ ჩემთვის რუსომას ჩვენთვის რა თქვა გამზრდელით აკაკიმ გასაგებია მაგრამ თქვენ როგორც პედაგოგს რა ჭკუა გასწავლათო და ამაზე მაქვს ხოლმე მხოლოდ ერთადერთი პასუხი რომ მე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დამაკისრა და მასწავლა რომ ყველაფერი პირადი გვერდით უნდა გადადო და თუ საჭირო გახდა თავიც უნდა შეწირო ოღონდ გადაარჩინო ის ვისაც შენი ფრთების ქვეშ აღზრდა უწერია ნუ
ამაზე აღარ გავგრძელდები, ხა გამზდელზე ძალიან ბევრი თქმულა და უბრალოდ ერთ რამეს ვიტყვი. როგორ შეიძლება აი თუნდაც ასეთი მარტივი სიმბოლო ჩონგური აიღო და აქციო საქართველოს ერთიანობის იდეად. ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო და აი შეხმატკბილებულად რომ ვიცხოვროთ ჩონგურის მაგალითით და მელოდიით რომ გეუბნება. არ ვიცი აი რომელი ერთი გავიხსენო ამ კაცს მე მგონი აი ეს პოეზია გალაქტიონს რო აქ ფრაზა წვეთი სისხლის არ არის ჩემში არა ქართული ძაფი ნერვის არ არის ჩემში არა პოეტის აი ესეთი აკაკი და ყველაზე დიდი მადლობა მე აკაკის რისთვისაც მინდა უთხრა რომ მან ქართულ პოეზიას დაუტოვა ისეთი მემკვიდრე რომელიც რა ვქნა ალბათ დღესაც ყველაზე მაღალი მწვერვალიდან იყურება გალაქტიონზეა ლაპარაკი არ არის შემთხვევითი ნუ ვიცით ისიც რომ არ არის ალბათ ტყვილი ლეგენდა რომ წვერსაც იმიტომ ატარებდა რომ აკაკის დამსგავსებოდა ვიცით რომ ძალიან უყვარდა და ბჭყალებში შურდა აკაკის პოპულარობა იმიტომ რომ აკაკის სიცოცხლეშივე ძალიან დაფასებული პოეტი იყო მაგრამ არ არის შემთხვევითი რომ როდესაც 1915 წელს და ეს თარიღი არის საქართველოს მწერლობის ისტორიაში ძალიან ტრაგიკული თარიღი იმიტომ რომ სამი ბუმბერაზი მწერალი გარდაიცვალა ამ წელს გარდაიცვალა ნიკოლო მოური გარდაიცვალა ვაჟა-ფშაველა და გარდაიცვალა აკაკი სწორედ 1915 წელს როგორც ნახველნი იხსენებენ ყველაზე ემოციური სიტყვა აკაკის საფლავთან თქვა ახალგაზრდა გალაქტიონ. რა თქმა უნდა, გალაქტიონმა ლექსში მთაწმინდის მთვარე პირდაპირ გაგვიმხილა ვისი მემკვიდრეა. როდესაც ბარათაშვილის აკაკის შემდეგ, ბარათაშვილის და აკაკის შემდეგ მიაკითხა მთაწმინდას და იქ თქვა, რომ იქ მოხუცის, ანუ აკაკის ლანძს ეძინა მეფურ ძილით და ყველაზე საოცრება თითქოს მთაწმინდის მთვარეში აკაკის საფლავთან დადოფიცი რომ როგორც შენ მოკვდი სიმღერებში ტბის სევდიან გედად და მეც მოვკვდე გაიმეორებს იმიტომ რომ ცნობილია აკაკის ლექსი ხო ეხლა ფორმატი აღარ გვაძლევს საშუალებას გედზე რომ დაწერა რომელიც სიკვდილის წინ მღერის აი ეს გაუხმაურა ეს გაუხმოვანა ჩასძახა თითქოს აკაკის რომ აი შენ ჰანგს მე გავაგრძელებ და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად და იქ მიხვდა აი აკაკის საფლავთან მიხვდა რომ უკვდავებაში გადასასვლელი ერთადერთი გზა პოეზიაა იმიტომ რომ ის უკვდავი ბუმბერაზის საფლავთან იდგა ამას რო ამბობს ნუ დაგვავიწყდება რომ ეს ენატკბილი ბულბული ხანდახან ძალიან ენამწარეც იყო აკაკის საქართველოსთვის აქვს არაერთი მაგრამ ერთი ისეთი ფრაზა ნათქვამი რომ ახლაც სისხლი გეყინება ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო მაგრამ აი აკაკის ყველაზე დიდი ისევე როგორც ილიასი ყველაზე დიდი მალამო ერისთვის რაც აქვს გამოწერილი ეს არის საოცარი იმედი რომ ეს ერი ხომ არ გვავიწყდება ამირანი გაგვიცოცხლა გითხრა რომ მოვადრო და ჯაჭვს აიწყვეთ ამირანი და დღეს თუ ჩვენ სახელმწიფო ვართ შემდგარი ეს მათი იდეოლოგიის და შეძახილის დამსახურება მაგრამ ყველაზე მეტად მანუგეშებს აკაკის ერთი ცნობილი ფრაზა რომ მერცხალი რომც მოკვდეს მაინც მოვა გაზაფხული აი რა ვიცი აკაკი იმედია აკაკი დარდია აკაკი სევდა და აკაკი უზომოდ დიდი სიყვარულია რა ვიცი ეს არის აკაკი ჩემთვის